ნუ მე მგონი უნიკალური სურათია, ძალიან რთულია თქვა რომ ზუსტად ესეთი ან ზუსტად ისეთია, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე ახლოს მაინც არის ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციასთან, მათ შორის ფაზებზე როცა არის საუბარი, მე მგონი რომ უკვე ესენი არიან ისეთ ფაზაში, როცა უკვე თავხედურად აღარ მალავენ, რომ ყველაფერი მაგათ ხელშია და ყველაფერი მაგათ ჯიბეშია. ბევრი რაღაცები, რაც რამდენიმე წლის წინ შეიძლება მათთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი ყოფილიყო და ამის გამო უკან დაეხიათ. ეხლა პირიქით თავხედურად გაჩვენებენ, რომ კი ესესი არის და მე რა. მაგალითად თუნდაც იმის დემონსტრირება, რომ სახლში სეიფებში აქვს შენახული რამდენიმე მილიონი დოლარი და რაღაც ოქროს ზოდები და ცხოვრობენ ოქროს სასახლეებში და დადიან რაღაცა 200,000-იანი ჯიპებით და ამას უკვე ესე ღია და თავხედურად აკეთებენ. ყველამ ვიცით ხო, რომ სიტყვაზე პარლამენტში არის რამდენიმე ათეული მილიონერი. მილიონი კი არა, რა ვიცი, ათობით მილიონი რო აქვს და ზოგს ასობით მილიონი აქვს, ხო? და ყველა ვიცით, რომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არიან, რომ კონკრეტულად ტენდერებს მოაჯდნენ, საიდანაც ფულს წაიღებენ. ან კონკრეტულად რომელიღაცა რეგიონში მიიღონ რაღაც მოპოვებაზე ლიცენზია და რაღაცა საბადო კონდეთან რაღაცა და აქედან აკეთებენ ფულს. ან სადღაციდან რაღაცა ატკატებს იღებენ ან რაღაც. ყველამ ვიცით, რომ მაგისტვის არიან იქ და რამდენიმე წლის წინ რაღაცა ამის საჯარო დემონსტრირება ესე თავხედურად არ ვერ გაბედავდნენ და არ გააკეთებდნენ. ეხლა უკვე ეგ აღარ ადარდებთ. ეხლა ფეხებზე კიდეთ ეხლა ზუსტად როგორც ჩეჩნეთში რაღაც კადიროვის კლანი, ესენს დემონსტრაციას აკეთებენ და გეუბნებიან, რომ კი, რა ვიცი, მაგისთვისა ვარ. ხო, აბა ეხლა რა მინდა პარლამენტში მართლა კანონების წერა ხო არ მაინტერესებს მაგისთვისა, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო, ეს ძალაუფლება მჭირდება იმისათვის, რომ ფული ვიშოვო, ეს ფული მჭირდება იმისთვის, რომ წავიდე და რა ვიცი, მონაკოში გავერთო და ნუ ეხლა იქ ვიღაცა თუ გადამიღებს და დამაფიქსირებს, მე რა გამოვალ და ვიტყვი, რომ ეს არის მონტაჟი და AI-ის გაკეთებული და სინამდვილეში არ ყოფილვარ მონაკოში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ რაღაცა ფუფუნებით ცხოვრებას აღარ მალავენ. აღარ მალავენ იმას, რომ ფულს იპარავენ და ამ ფულით მერე კარგად ცხოვრობენ და ამას დემონსტრაციად აკეთებენ და პირდაპირ გეუბნებიან, რომ აქ აღარ დარჩა დემოკრატიის რაღაცა ნასახი, მე აღარ მეშინია, რომ მე რეპუტაცია შემელახება და ამ რეპუტაციის შელახვის გამო დემოკრატიული მხარდაჭერა შემიმცირდება არჩევნებზე და ამის გამო შეიძლება ძალაუფლება დავკარგო. იმიტომ რომ მე არჩევნები ამ ქვეყანაში აღარ მაქვს, ამ ქვეყანაში დემოკრატიის რაღაც მინიმალური სტანდარტებიც აღარ არსებობს, მე რასაც მინდა იმ რიცხვებს დავწერ, ამიტომ რას იზავრო? კი, აი, ყარავ, კი, აი ესე ძალიან კარგად ცხოვრობ, კი, მთელი ჩემი ოჯახი გულაობთ ჭყალებში და შენ რას იზამრო, ქუჩაში გამოხვალ, თავის დაგამტრევ, ან ტროტუარზე დადგები, რა ვიცი, დაგაჯარიმებ და მე დაგიჭერ, ვერც რაფერს ვერ იზამ და ამიტომ უკვე აღარ მაინტერესებს ის მე ესეთი ქცევა და როცა ეს ქცევა საჯარო ხდება, ან ჩემი ფუფუნებაში ცხოვრება საჯარო ხდება, ეს ჩემ რეპუტაციას დააზიანებს თუ არ დააზიანებს, ეს მე უკვე აღარ მაღველებს, იმიტომ რომ სხვა ფაზაში ვარ, უკვე გადასულ ამას ვეძახი მე ჩეჩნეთის როგორც იქ რაღაცა კადიროვშინა, რაღაცა მაგის მსგავსარი არის, მაგის მსგავსი ხდება ამ ქვეყანაში. მანდ ვართ ეხლა ჩემი აზრით, მაგრამ არის რაღაცები, რაც გამგვასხოვებს ყველასგან.